ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად ვადა 4 ივლისამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი ევროპას გაცილებით მაღალი ტარიფების დაწესებით ემუქრება. სავაჭრო შეთანხმების შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებს შორის საუბარი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე გაიმართა. გასულ კვირას დონალდ ტრამპი ევროკავშირს დაემუქრა, რომ ევროკავშირში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფები 15%-დან 25%-მდე მიმდინარე კვირაში გაიზრდებოდა. თუმცა ამჟამად ეს ვადა გახანგრძლივდა. ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მოთმინებით ველოდი, როდის შეასრულებდა ევროკავშირი ისტორიული სავაჭრო შეთანხმების, ისტორიაში ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმების ვალდებულებას, რომელსაც შოტლანდიაში ტერნბერიში მივაღწიეთ. პირობა იქნა დადებული, რომ ევროკავშირი შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა და შეთანხმების შესაბამისად ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა. დავთანხმდი მათ დრო მივცეთ ჩვენი ქვეყნის 250 იუბილემდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ ტარიფები დაუყოვნებლივ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეთანხმება ვადის ამოწურვამდე დამტკიცდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო შეთანხმებაში გათვალისწინებული 15%-იანი საერთო ზედაზღვარის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შეძლებს ტარიფების ცალმხრივად გაზრდას. მისივე თქმით, ბლოკი ყველა სცენარისთვის მზადაა. ძალიან კარგი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ჩვენს მჭიდრო კოორდინაციაზე რეგიონულ პარტნიორებთან. ასევე განვიხილეთ ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო შეთანხმებამ. ორივე მხარე ერთგულია მისი შესრულების მიმართ. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების თვალსაზრისით დადებითი პროგრესი იქნება მიღწეული. გასულ ზაფხულს შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი ამერიკულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირებას დასთანხმდა. სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ნაწარმის უმეტესობაზე დააწესებდა ყოვლისმომცველ 15%-იან ტარიფს, რომელიც დამატებითი მოსაკრებლის დაგროვებას გამორიცხავდა. ამჟამად ევროპარლამენტი და ბლოკის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ კანონმდებლობას, რომელიც ტარიფების გაუქმებას შესაძლებელს გახდის. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. მხარეები თანხმდებიან, რომ ირანის რეჟიმს, რომელიც როგორც საკუთარი, ისე სხვა ქვეყნების ხალხის მიმართ ძალადობით გამოირჩევა, ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.